მოგესალმებით საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ ეს რას ნიშნავს, ხო, ეს დოკუმენტი, რომ აზრი საქართველოსთან მიმართებით, საერთაშორისო აზრი, და კონკრეტულად ევროპული კავშირის აზრი არის ბოლომდე ჩაცემენტებული სამწუხაროდ და ეს აზრი ამბობს, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვართ ავტოკრატია, ვართ უკვე დიქტატურის მიჯნაზე მყოფი ავტოკრატია, რომ გაუქმებული არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა ქართული ოსების რეჟიმის მიერ და მისი ქმედებების მიერ და ამავე დროს ეს აზრი ამბობს იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს მხოლოდ ქაღალდზე, ხო? ეს უთქვამ ძალიან კაფედა ყველაფერი ისაც ახლა თქვენ აციტირეთ, რაც არის აღწერილი ამ შეფასებაში და ეს პოლიტიკური შეფასება, ხო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა მთელი კონტინენტის სახელით გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, ეს არ არის, ხო, რაღაცა ერთი და ორი ადამიანის ცალკეული შეფასება, ეს არის ევროპული კავშირის როგორც ამხელა პოლიტიკური და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალის შეფასება, ხო? ეს შეფასება ამბობს ძალიან პირდაპირ იმას, რომ საქართველოს კარი არის საქართველოსთვის სამწუხაროდ უკვე დახშული ამ პოლიტიკის ვითარებაში, პირობებში, ხო? თუ პოლიტიკა შეიცვალა მეორე მხრივ, ეს რა თქმა უნდა ხსნის შანსს, შესაძლებლობას იმისა, რომ ჩვენ როგორც ერი წავიდეთ წინ, მაგრამ ძალიან მკაფიოდ არის გამიჩული კიდევ ერთხელ ერი ერთი მხრივ და სახელმწიფო, ანუ კოცები მეორე მხრივ, დე ფაქტო რეჟიმი და ერი. ერის ნება არის ყველასთვის ცხადი და ამიტომაც ინარჩუნებენ საერთოდაც ამ სტატუსს დღემდე, თორე აქამდე მარტო კოცებზე ყოფილიყო საქმე, კოცებს წაართმევდნენ ამ სტატუსს, იმიტომ რომ არანაირ შინაარს აღარ ატარებს, ხო, საქართველოსთვის რაიმე კანდიდატის სტატუსის ქონა. ეს რაღაცა ჭურჭელია, ხო, რომ ჩვენ გამოიყენო რაღაც ევროპოლის და რაღაც ეროვნulis გასაკეთებლად. და თუ მას შემდეგ არ შენ ჭურჭელი მოგეცემა, შენ რეალურად ადგები და ამ ჭურჭელს გამოიყენებ ხალხის წინააღმდეგ და შენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ, ხო, ნუ მაშინ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე არსებული რაღაც სტატუსი, ხო, ფარღალალა სტატუსი ჩვენად ამ ვითარებაში, როდესაც სტატუსი არის არაფერი გარდა რაღაცა ტექსტისა, რომელიც სადღაც წერია, რომ საქართველოს არის კანდიდატი. აი, საქართველოში არსებული ვითარება არის ერთადერთი რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა. საქართველოში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ გითხრა, რას აეუკნევით ჩვენემ ევროპარლამენტმა, რომელიც დღეს მიღებული ანგარიშის მთავარი მომხსენებელი იყო, თუმცა ქართული ოცნება კრიტიკაზე, კრიტიკით და მეტიც ბრალდებებით პასუხობს ბრიუსელს, იცით რომ ბრიუსელი დადანაშაულებულია ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის სურვილში იმისთვის, რომ საქართველოს სათავეში მოვიდეს უფრო მარტივად მართვადი ძალა, იცით ისიც რომ უცხო ძალების სასარგებლო ჯაშუშობის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს კიდეც და აგერ დღეს ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი ჟურნალისტი გიორგი უძილაურიც დააკავეს, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ორი კითხვა უნდა დაგისვათ ერთდროულად. რა სურს თქვენი აზრით ბრიუსელს საქართველოში და მეორე მხრივ რამდენად გიჩენთ კითხვებს უკვე უშუალოდ გიორგი უძილაურის საქმე და მისი დაპატიმრების შემთხვევა. ხო, ბრიუსელს ასურს არის ყველაზე მარტივი საფასურო. ბრიუსელს საქართველოში სურს დემოკრატია, თავისუფლება, ეროვნული ინტერესების დაცულობა და წელში გამართული ქართველი ადამიანი. ამიტომ არის რომ ბრიუსელი მილიარდებს ხარჯავს, ხო, აწლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქართველი ხალხი წავიდეს წინ. იმისთვის, რომ ქართული სამინისტროები უკეთ მუშაობდეს, იმისთვის, რომ წყალგაყვანილობის სისტემა უკეთესი იყოს, იმისთვის, რომ დემოკრატია უკეთესი იყოს, იმისთვის, რომ ადამიანს გააჩნდეს ქვეყანაში გარკვეული ტიპის პერსპექტივა და მისი განცდა და არ უწევდეს გაქცევა ევროპული კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ხო, სადაც უკეთესია ცხოვრება. აქ უნდა იყოს კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სერვისები და აქ უნდა ქონდეს მშვიდობის და კეთილდღეობის რეალური შანსი, არა ხოცური მშვიდობა. ეს მშვიდობა არის ადამიანს თავში ეცვლიან სამთლიანობის დროს. აი გინტურს რაპირით ამბობენ, მშვიდობა არის გინტურის მაგალითი რო გვაქვს, ოთხოზორიას მაგალითი რო გვაქვს, ხო? ბავშვებს დუშენის სინდრომი რო ჭირთ და წამალი არ შემოაქვთ, ეს მშვიდობა არის? აი ვისთვის არის მშვიდობა, როცა პატარა ბავშვები არიან აი ესეთ მდგომარეობაში, გაუსაძლისი ძალიან მძიმე რამს ჭირთ, მათი მშობლები არიან არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში, ხო, როგორი არის? უბრალოდ ჯვაიწერია ყველას, რომ პატარა ბავშვი ყავს ძალიან მძიმე სინდრომით ავად. და გინდა რა, ხო, შეიძლება ვერც გადაარჩინო, ხო, როგორი მძიმეა კიდე ამის გააზრება, ხო, თვითონ სენი არის ძალიან მძიმე, მაგრამ გინდა რომ ელემენტარული კომფორტი შეუქმნა, რომ ნაკლები ტკივილი კონდეს და სახელმწიფო დაქცილის. და ეს მშვიდობა არის? ეს კეთილდღეობა არის? აი მტერს უსრობ ესეთ მშვიდობას და კეთილდღეობას, რაც დღეს არის საქართველოში და ევროპული კავშირი მეორე მხრივ განასახიერებს ნამდვილ მშვიდობას და კეთილდღეობას
ამიტომაც შალვა პაპუაშვილი ხო დღესაც გამოენთო დღეს ლელოს ლიდერები შევხვდით ევროპული კავშირის დიპლომატიურ საზოგადოებას და არა მხოლოდ იქ იყო იაპონიის წარმომადგენელი და სხვა კოლეგებიც, მაგრამ უმთავრესად ევროპული კავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები. გამოვიდა ბატონი შალვა, ისევ დაგვესხა თავს ჩვენს და ყველა ევროპელ პარტნიორს. ეხლა იგივე შალვა პაპუაშვილი და რო არ ვიცოდე მაინც ხო? იგივე შალვა პაპუაშვილი, იგივე მაკა ბოჭორიშვილი. შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, იმიტომ მე ვიცი ხალხი, ვისაც ელაპარაკებიან ხო? რამდენიმე მათგანი ყოველ შემთხვევაში ვიცი. ძალიან კარგად. იგივე ხალხი დადიან ელჩებთან კარ და კარ და ეუბნებიან სხვადასხვა რაღაცებს, მაგალითად ეუბნებიან სანქციების სიაში რატო ყავარ შენ სახელმწიფოს არ მინდა სანქციების სიაში ვიყო ამომიღე ეუბნებიან იქ გამიხსენი რაღაცა გზა რომელიც შეზღუდული აქვს ეუბნებიან მოდი დავალაგოთ ურთიერთობა წამოდგეთ ანუ სცენის მიღმა აკეთებენ ამას და ღიად აკეთებენ რაც ახლა თქვენ ამოიკითხეთ ასეთ რაღაცებს და რაც მე ვახსენე ხო მაგრამ აი რაზე მინდა საზოგადოების ყურადღება მე ვაპყრო აი როგორ შეიძლება რომ კიდევ კოდს უსმენ და სერიოზულად კოდს რომელიც 3 წლის განმავლობაში საზოგადოებას აშინებდა ატყუებდა ამავე დროს, მაგრამ აშინებდა და ეუბნებოდა, რომ უკრაინა გვითხრებს ომში, ხო? რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს დასავლეთს. კობახიძე ამბობდა, რომ ყურში უჩურჩულეს, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნა. ევროპას გეგონება, რომ ერთი ფრონტი არ ეყოფოდა, რამხელა ფული უჯდება, ხო? რამხელა რესურსი უჯდება, რამხელა ადამიანური ფასი აქვს. გეგონება, რომ ერთი ფრონტი ესე იგი არ იყოს დიდი სიმძიმე, რომ ახლა კიდე მეორე უნდა და ასევე მათთვის პრობლემური, ხო? მარტო ჩვენთვის ხარ იქნება და პრობლემური ჯვარი მწერია მეორე ფრონტი რო იყოს. ევროპა უნდა დაგვიდგას გვერდით ეგეთ დროს, ხო? ღმერთმა გვაშოროს 1000 წელი, მაგრამ აქ რო რამე იყოს. პაპუაშვილი და ისინი დაგვიცავენ, რა ქვია, წილოსანი და ზარქუა. თუ ევროპული კავშირი უნდა დაგეხმაროს ისე. ბატონო გრიგოლ, რა შეეხება ბრიუსელის მიმართ ბრალდებების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სურვილს და საქართველოში შესაბამისი ჯაშუშური ქსელის მოწყობას, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ დაკავებულია ყოფილი ჟურნალისტი და ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ მინდა რომ აი რაღაცნაირად გიორგი უძილაურის შემთხვევამდეც მივიდეთ. კიდევ ერთხელ რა კითხვებს გიჩენთ მისი დაკავების ფაქტი და აქვე ხა იმის გათვალისწინებით რომ გიორგი უძილაური წლების განმავლობაში იყო ქართულ ჯგუფის პიარის ხელმძღვანელი შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა ასევე პირადად იცნობს ქართული ოცნების მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რამდენად შეიძლება მართლაც ქონოდა იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც ერთგვარად სიმშვიდეს უკარგავდა ბევრს ქართულ ოცნებაში და მეორე მხრივ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამის გამო აღარ მოსწონდათ მართლ გუნდში ვიღაცებს. ხო, პირველ რიგში, აი ნახეთ ეს პარანოია რაც შექმნეს კონსპიროლოგია თვითონ კონცეფტს გულისხმობ, ხო? ეხა ეს იმდად ფართო არის და იმდად დიდია, ძალიან რთულია გამოარჩიო ტყვილი და მართალი. ხა მე პარანოის სიმპათია მქონია არასდროს გიორგი უძილაურის პოლიტიკური პოზიციების მიმართ, აქვე ვიტყვი. და ძალიან ბევრი ეს პოზიცია და მისი როგორ ვთქვათ პოზიციონირება ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვებს შეიცავდა, ხო? ვიცოდი რა ზოგადად ძალიან საერთოდ ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მე არ გამოვდგები მის ადვოკატად პოლიტიკური კუთხით, ან რაიმე სხვა კუთხით და არც ამის სრული არ გამაჩნია, მაგრამ ნახეთ ის რომ ამ რეჟიმმა შექმნა ასეთი ტიპის კონსპიროლოგია, თავის თავში აჩენს არაერთ კითხვას, ხო? ძალიან რთულს ხდის ტყუილის და მართალის გარჩევას, ხო? როცა ნახევარ თბილისს ასამართლებ საბოტაჟის საქმე, ხა ბადრი ჯაფარიძეზე რო იტყვი. ბადრი ჯაფარიძეზე იტყვი, ხელს იქნებოდა წარმოედგინეთ. და ამის ანუ სამხილიც არ არის ამ საბოტაჟის საქმეში, ხელს იქნებოდა და ვიღაცას მიუთითებდა, რომ ლაპარაკის დროს ხელს ამოძრავდა ადამიანი, ეს ვიღაცის უცნაურ გონებაში ინტერპრეტირებული არის, როგორც ბადრის მიერ მოწოდება სადღაც შეჭრაზე თუ რაღაც მსგავსი ტიპის სისულელე. აი, ეხლა ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ, გიორგი უძილაური კი არა, არ ვიცი ბოლდორის ტერორისტი რო ესე იგი დაგიყენონ წინ უკვე აღარ იცი რეჟიმი მას ისთვის ასამართლებს. აი ეს არის პრობლემა, ნახეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებზე ვლაპარაკობთ ხოლმე საერთოდ. აი ეს არის პრინციპი, ხო? იმდენად ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში შექმნილი, რომ ვეღარ გაიგებ ვის რატომ იჭერენ. მათ შორის ჩვენ ხო ვიცით, რომ კორუფციაზე იჭერენ ადამიანებს, იმიტომ რომ ღარიბაშვილის მხარეს იყვნენ. ხო, თავის კორუმპირებულ ხალხს არ იჭერენ, ხო? ანუ და აი აქ მოვდიოდი, ნახეთ, აი ჩემთვის თავარი რა არის, უძილაური კი არ არის, ჩემთვის თავარი არის ვინმე. ჩემთვის თავარი არის პრინციპი. პრინციპი რა, როგორი მახინჯი პრინციპია და აი ამ სიმახინჯეში შეიძლება ადამიანს უნდადეს ცხოვრება, ხო? ერთ დღეს რეჟიმი გამოდის და გეუბნება, რომ ფრონტის ხაზს გიხსნიდანო და გასამართლეს იგი გითხრებდნენ ომშიო. მეორე დღეს გამოდის და ხელს ართმევს. ერთ დღეს გამოდის და ამბობს, რომ ევროპულ კავშირში თუ შევალთ,
ესე იგი ყველა კაცები უნდა გათხოვდნენ კაცებს და აი მსგავსი ტიპის პარანოიულ ბოდვებს გვთავაზობს, ათასწლოვანი ცივილიზაციის ერს, ხო? და მეორე დღეს გამოდის, იგივე მდინარეზე მძანა, ხო? ახლახან უკვე რომ დაბრუნდა საჯარო ცხოვრებაში, არა, სად არისო ეგეთ რაღაცები ევროპაშიო. ან სად არისო ჩარევაო სახელმწიფოებს შორისო. აი ხა რომელი უნდა გაიგოს ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს უსმენს. ხო, მაკრონი მაგალითად მაკრონს არაფერი და კოკაინში კიო, მთელი ტროლები რომ მეუხსიეს, კოკაინში კიო და მეორე ფრონტის ხაზი უნდაო და ქართველებს გვებძვისო. მერე მაკრონმა რომ ხელი წამოართვა პატრიცომულ კობახიძეს, ამოხდა ტანსაცმლიდან კობახიძე გაბადრული. როგორ უნდა გავიგოთ ხალხმა, აი უსმენთ, ხო? კაი, ვთქვათ, აი პოლიტიკურ გადავდოთ, ხო? ვინ რომელი პარტია ადამიანი როგორ უნდა გაიგოს? კვირაში რამდენი პარასკევი აქვთ? ხო? ეს მაკრონი კოკაინში კია და მეორე ფრონტი უნდა თუ კარგი ადამიანია, რომელიც მიესალმა მთელი 10 წამის განმავლობაში კობახიძეს, რაც გადაგვაყოლეს, ხო ამას, ხო? მერე ორი კვირა პროპაგანდა ამით იკვებებოდა, გვახსოვს. ძალიან კარგად, არაერთი არხის, ხო? აი მაკრონი მიესალმა კობახიძეს და 3 დღით ადრე მაკრონი იყო რაღაცა უჩხული და მონსტრი, ხო? ამიტომ ასეთ ადამიანებს ეხება საქმე, უბრალოდ ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა დაიჭოს არაფერი, ასეც ამბობენ, ეს ერთი და მეორე უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალთა არის, იმისთვის, რომ ეს ხალხი არ მართავდნენ მის, ესე იგი, როგორც ვთქვათ, მშობლიურ სახელმწიფოს, იმიტომ ასეთი ხალხის პირობებში არაფერი ნორმალური არ იარსებობს, ეს ფიზიკურად გამორიცხულია, ხო, წარმოუდგენელია. და შეხება უცნაურის დაპატებას მე არ ვიცი რეალურად რასთან გვაქვს შეხება, მე არც ის ვიცი თუ სახელმწიფო საიტს აკვალიფიცირებს ბრალს, ანუ მაპატიეთ რომელ სახელმწიფოებზე ჯაშუშობისკენ მიყავს შესაძლო ჯაშუშობისკენ ამ ვთქვათ საქმე, ამიტომ ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. უბრალოდ ერთ ესეც შევხედავთ არის შიდა ფრაქციული ბრძოლები, ამას შევხედავთ ძალიან აქტიურად. შევხედავთ კობახიძე ასამართლებს გარებაშვილს და მთელ მის პლეადას და მეორე მხრივ შევხედავთ აი კონსპიროლოგიას და ეხლა დღეს ჩვენ შეხვედრას ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, ხო? როგორც აშუქებდა პროპაგანდისტული მედია, ჩემთვის ეს არის ყველაფრის თქმელი, ხო? აბსოლუტურად მორღვეული, მორუდე აქცენტებით. და აი ასე იქნება ეს მითიური საბურავი. მაშინ რადგან ეს შეხვედრა რამდენჯერმე ახსენეთ ვისარგებლობს შემთხვევით და მეც დაგისვავთ კითხვას, რატომ ჩაითვალა რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან აუდიენცია იყო საჭირო და მეორე მხრივ რა იყო თქვენი გზავნილებიც და რა პასუხებიც მიიღეთ მათი მხრიდან თუ კი ასეთი პასუხები იყო, ანუ რა ტიპის ინფორმაცია თუ გზავნილება გაიცვალა თქვენს შორის? ეს იყო ჩვენი ინიციატივა და ჩვენი უცხოელი მეგობრების დიდი ინტერესი ამის თანხმდრა. ჩვენ გვაქვს ხოლმე რეგულარულად, რა თქმა უნდა, შეხვედრები. იქამდე გასულ კვირაში ყოველგვარი მედია ჩართულობის გარეშე მე პირადად შევხვდი რამდენიმე ელჩს სხვადასხვა საელჩოში, სხვადასხვა რეზიდენციაში. ეს არის რეგულარული ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ჩვენ ვატყობინებთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ რა ხედვა გაგვაჩნია, რა სტრატეგია გაგვაჩნია, სად გონია გამოსავალი, რა მუშაობას ვწევთ. იმიტომ ეს ხალხი არიან ჩვენი მეგობრები, ხო, ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ეს ადამიანები და მათი სახელმწიფოები 30 წლის განმავლობაში არიან საქართველოს პირველი მცველები საერთაშორისო ასპარეზზე. ის რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის ესე იგი, როგორც ვთქვათ, ის რომ არაღების პოლიტიკა ტარდება ძალიან მარტივად, ვთქვათ, არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ საქართველოს ჩვენი სახელმწიფო იღებს ამდენ დახმარებას. ეს არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ ყველგან და არ აღიარებენ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს. ეს არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ ქართველი ხალხის გვერდით განან, სულით და გულით არის ამ სახელმწიფოების დამსახურება და შესაბამისად ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ვწევთ მათთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და აი ქოცები, რომელიც არიან ანტიქართული ძალა, პირიქით ესხმიან თავს ყველა ამ მხარეს და არ ვიცი ამაზე მარტივად უკვე როგორ უნდა ვთქვათ, აი სრულიად პირდაპირ ჩანს ყველაფერი, ხო? ქოცები მტერს ეძახიან მეგობრებს და მეგობრებს ეძახიან მტერს. აი ეს არის გამრუდებული რეალობა. პარტნიორების წვავე კრიტიკით და მათ მიმართ არა მარტო კრიტიკით, ბრალდებებითაც კი ვართ რიგ შემთხვევაში დაკავებული, აგერ სომხეთში სიხარულით უხსნიან კარს ევროპელ ლიდერებს და გასულ დღეების განმავლობაში ვხედავთ კიდეც ევროპულ პოლიტიკურ ელიტას ერევანში დაწყებული ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებიდან ემანუელ მაკრონით თუ კირ სტამერით. ამიტომ ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზეც, რა სახე მიიღო ამასობაში, სანამ ჩვენ ბრიუსელს ვებრძვით ევროკავშირის და სომხეთის ურთიერთობებმა და რა ნიშნულამდე ავიდა ეს ურთიერთობები. აი გითხარით, რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იმ გზავნილებიდან, რაც გუშინდა დღეს მოვისმინეთ ერევანში. ხო, ეს არის ძალიან კარგი კითხვა და არნახული შემოტრიალება არის პოლიტიკური კურსებისა. ერთ დროს
ბევრად უკან ყოფი სომხეთი დღეს გვასწრებს ყველა შესაძლო პარამეტრით გვასწრებს დემოკრატიის კუთხით გვასწრებს საგარეო პოლიტიკური კუთხით ამ სომხეთმა დაახლოებით ბოლო წელიწადების განმავლობაში შეძლო სრული რეორიენტაცია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის, რაც ნიშნავს რას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფა სტრატეგიული კავშირი, ევროპულ კავშირთან გააფა სტრატეგიული კავშირი, სტუმრად ყავდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სულცოდა ქრისტიანი 2 თვის წინ დაახლოებით ყველას ახსოვს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, ახლა სტუმრად ყავს ევროპული კავშირის ლიდერები, უმაღლესი დონის დელეგაციები, არათუ ერევანს საერთოდ სამხრეთ კავკასიას არ უნახავს ამ მასშტაბის, ამ კალიბრის პოლიტიკური შეხვედრა. არასოდეს საქართველოში ჩამოსვლა ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გვახსოვს, მაგრამ ამ მასშტაბის, ამ კალიბრის, ამ სიფართოვის და ამ როგორ ვთქვათ დიაპაზონის მატარებელი პოლიტიკური შეხვედრა ჩვენ არ გვახსოვს რეგიონში საერთოდ. და ეს შეძლო ფაშინიანმა. ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს. და მე ხო ფაშინიანის ძალიან დიდი გულხურვალე გულშემატკივარი ვარ, აქვე ვიტყვი. ძალიან სწორი მგონია მისი პოლიტიკის კურსი ძალიან ბევრი მიმართულებით და საერთოდ სომეხი ერთს უსურვებ რა თქმა უნდა მთელი გულით წარმატებას, იმიტომ დემოკრატიული სომხეთი და დემოკრატიული საქართველო ერთმანეთს სჭირდება, ხო, როგორც ერთიანი პლაცდარმი, ერთიანი სულისკვეთების მატარებელი ორი მოძმე ერი და ორი მეზობელი. მაგრამ ამავე დროს გული მტკივა, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება სომხეთში უნდა ხდებოდეს საქართველოში ძალიან მარტივად ყოველგვარი ანტი-სენტიმენტის გარეშე. პირიქით, მართლა მთელი გულით უსურვებ ყველაფერი კარგს და მიხარია რაც იქ ხდება. უბრალოდ ეს აქაც უნდა ხდებოდეს მინიმუმ და რომ არა ეს ავბედითი შემოტრიალება, რომ არა აი ქოცური წყევლა რაც დაედო საქართველოს, წყევლა რომელიც მარტო საგარეო პოლიტიკას კი არ დაედო, ფასებს დაედო, აი რაღაცა ფარსების კომისია დაჯდა და რომ იმსჯელეს 750,000 ლარი რო აქვს საყიდლებზე დახარჯული კაცს. მან კაცმა როგორ უნდა იმსჯელოს 750 ლარი რო აქვს საერთოდ ადამიანს თვეში, ყველაფერზე რომ უნდა იყოს. აი იმის ცხოვრებაზე როგორ უნდა იმსჯელოს კაცმა, რომელსაც აქვს დახარჯული 750,000 ლარი მხოლოდ საყიდლებზე. აი ვკითხო, ვერანაირად უნდა გაიგოს, რას ნიშნავს 750 ლარად ცხოვრება და ამიტომ ხო არ არის რომ სანამ ეს ფასების კომისია მუშაობდა, ყველაფრის ფასმა აიწია ამ ქვეყანაში. უარესად ძვირი არის, უფრო გაძვირდა ცხოვრება. ანუ ქოცები ნიშნავს გაძვირებულ ცხოვრებას, შიმშილს, უპერსპექტივობას და ქართველების გადინებას ამ ქვეყნიდან. ფაშინიანი ეკონტრასტი რო ავიღოთ, ხო, ნიშნავს $9 მილიონ შეფასებულ ახალ სამხედრო კონტრაქტს, თავდაცვის კონტრაქტს, NVIDIA შეყავს ამერიკული კომპანია, რომელიც ათობით 1000 სამუშაო ადგილს შექმნის სომხეთში, ათობით 1000 ეროვნულ სამუშაო დასაქმების ადგილს შექმნის, ხო? აგერ აზერბაიჯანმა გააფა სტრატეგიული კავშირი პირველად პარტნიორობას დადო ოფიციალური, აი ჩვენ რო ქონდა რომ წაგვართვეს, ხო, გასულ წელს. უბრალოდ 2024 წლის მიწურულს წაგვართვეს, ჩამოგვართვეს, გაჩერდა ქოცების გამო და აზერბაიჯანმა ეხლა დადო. ანუ შევხედოთ ხალხო რა ხდება, ყველა ირგვლივ ხო აღარ ვახსენებ მოლდოვას, უკრაინის სხვა კონტექსტი აქვს, ამ ჭილში არ ვისაუბრებ, მასზე ბუნებრივია, მაგრამ მოლდოვას ხო არ აქვს ის კონტექსტი. მოლდოვაში არის აბსოლუტური მშვიდობაა და ადეკვატური მთავრობაა. რატო იქ არ დაიწყო ომი, ვერ გავიგე. აი საქართველოს პოზიციები როგორ იცვლება? აი ეს მინდა ვთქვა თქვენ ნებართვით, რატო მეორე ფრონტის მითი, ვისაც სურს დაამსხვრიოს, ხო? აი თუ ვინმე ქოცებს აქვთ ხო, ვერაფერზე ვერ გიპასუხებენ, კორუფციაზე რომ ვერაფერზე ვერ გეტყვის, იმაზე ვერაფერზე ვერ მშვიდობა ხო არის? აი გამოკითხვებში ვუყურებ ხომ ახლა ქუჩის გამოკითხვებში და კარგი არ არის? აი გუშოყავდი ერთი ქალბატონი მიდის, ნეტა რა უხარია. ბომბები რო არ გეცემა, კარგი არ არის? ჟურნალისტი ეუბნება. ხო, ანუ ვინმე მოთხრა ბომბები უნდა ეცემოდა ეს? ელემენტარული ტვინი ხონდა გეოგრაფიულ მდებარეობაზე. მოლდოვაში ბომბები ცვივა. აი რატომ მინდა თქვა მოლდოვა, ქალბატონი, ნახეთ გაკეთება მართვა პარტიაში და ამას. ხო, აი რატომ მინდა მოლდოვა, მანჩელში მოლდოვა არის უკრაინის გვერდით, ჩვენგან განსხვავებით. მოლდოვას ასევე აქვს რუსული ოკუპაცია, ხო? დნესტრისპირეთი. ანუ შიგ მოლდოვაში ტერიტორიულად შიგნით ანკლავის სახით არის რუსების ჯარი. იქ არ დაწყებულა რა მეორე ფრონტი და რაღა აქ უნდა დაწყებულიყო მეორე ფრონტი. როგორ წვენია ქოც და იმედია ეხაც მოისმენენ ქოცები ამას და ვინც არ მოისმენს ქოცებს ვკითხოთ ყველამ. აი მოლდოვას როგორ აგვიხსნიან? აი ლიტვას და ლატვიას არ ვახსენებ. უნდა დავისვათ კითხვა, იმიტომ რომ ცოტა დრო დაგვრჩა და შესაბამისად პასუხი თუ ვერ მოვისმინეთ, მაშინ მომიწევს რომ უკვე დავასრულო გადაცემა. რა პოზიცია, როგორ იცვლება საქართველოს პოზიციონირება რეგიონში და იცვლება თუ არა ჩვენი პოზიციები იმის გათვალისწინებით
გამახსენებით, რომ აი წინა პლანზე შემოდის სომხეთი და ამ კითხვის დასმა მათ შორის მინდა ქართულ ოცნებაში გაკეთებული განცხადებების კონტექსტში და მე გეტყვით რა პოზიციასაც ვისმენთ მართლ პარტიაში უნდა დასხდნენ საუბარია სწორედ დასავლელ პარტნიორებზე და ჩვენ გვესაუბრონ ვინაიდან ძალიან მაგრად ჭირდებით აი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის ლევან მაჭავარიანის განცხადებიდან რამდენად შეიძლება წავიდეს ყველაფერი მაინც იმ სცენარით, როცა ევროკავშირი შეეგუება და მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, აი სავაჭრო და ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას დაიწყებს, ანუ რამდენად შეიძლება გამართლდეს ის გათვლა, რომელიც აი როგორც ჩანს არსებობს მართლ პარტიაში. აი ნახეთ როგორი დღე დაგვიდგა საქართველოს აი მართლაც 1000 წლოვან სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში. აი ესე იგი ევროპული კავშირი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა დაჯდეს ლევან მაჭავარიანთან, რომელსაც როგორც ჩანს წიგნიდან გადავშლით ცხოვრებაში და აი სისულელს ამიტომ ამბობს და მას ელაპარაკოს როგორ გახდეს ევროპული კავშირი უკეთესი, უფრო ქოცური. და აი ამაშია საქმე. ქოცებს ერთმა დიპლომატმა მითხოს ვაშეშის აი ახლა რამ ბოლო თვეების განმავლობაში თავის დაკვირვება რომ თითქოს ისეთი განცდა მაქვს რომ თითქოს ქართულ ოცნებას უნდა რომ ევროპული კავშირი მიიღოს თავისთან წევრად. ან თითქოს კანდიდატად ჩვენ გვიყურებსო და არა საკუთარ თავსო. აი ეს მენტალობა აქვს ახლა აი ვინმე ლევან მაჭავარიანს მაგალითად აქვს ეს მენტალობა. ეხლა მას რომ რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს ან საგარეო პოლიტიკაზე, ან გეოპოლიტიკაზე, ამ სისულელს ხო წამოროშავდა, მაგრამ არა აქვს და რა ქნას, იქ დასვეს იმისთვის, რომ დააჭეროს ღილაკს თითია, ესე და ზოგჯერ მაგასაც ვეაჭერხობენ სწორად. ხან წითელი და მწვანეერებად და ხან რა. ნახეთ საქმე, თუ კი საქართველოს არ გამოიყენებს საკუთარ გეოგრაფიას. მაშინ გეოგრაფია დაგვრჩება უბრალოდ გამოუყენებელ ცარიელ აბსტრაქტულ ფენომენად. გზა დაგვრჩება, ფიზიკური გზა. მაგრამ გზა უნდა დატვირთო პოლიტიკურად და ეკონომიკურად იმისთვის, რომ ერმანახოს სარგებელი, იმისთვის, რომ ბიუჯეტში შევიდეს თანხა, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი შეიქმნას და აი სანამ კოლექტიურ უვიცებს, აი ამათ ვინც აციტირეთ მაგ ბატონს და სხვაებს, მაბადეთ გონიათ რომ რაღაცა გზა რახან გვაქვს, ყველაფერი კარგად არჩევა, ეს ასე არ არის. ამასობაში შეიცვალა სამხრეთ კავკასიის დინამიკა. ამასობაში ახალი გზა არსებობს, უკეთესი სატრანზიტო საშუალებები შეიქმნება და საქართველოს დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში და აი ეს ქოცური მითი მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ მაინც ვჭირდებით გზა გვაქვს. დარჩება მხოლოდ დაჟანგებულ გზად, როგორც ყველაფერი არის, როგორც ანაკლია არის, რაც ისიც აღარ არის, რაც გაკეთდა წლების წინ, ხო? აი ესე დაჟანგდება ყველაფერი, აი ესე ჩაქოცდება ყველაფერი და საქართველოს დარჩება ჭაობა და წუმპეთი სამწუხაროდ.